ზოგადად სტრესის მართვაზე ჩვენ რო საუბრობთ, არის ერთადერთი გზა. შესაძლებელია თავდაჯერებულობის გამომუშავება. თვითდაჯერებულობის პრობლემას ბევრი, ასე ვთქვათ, მიზეზი შეიძლება ქონდეს, სტატისტიკა არ იცვლება, იმიტომ რომ სტრესი არის ძალიან პირობითი, ინდივიდუალური და ფარდობითი. თუ ჩვენ რაღაცა ფაქტს მოუძებნით ლოგიკურ ახსნას და მექანიზმს ვიპოვით რა რატო ხდება, ეს ფაქტი ყოველთვის უფრო ნაკლებად მატრამირებელი იქნება ჩვენთვის. რატომღაც ჩვენ აღვიქვავთ, რომ თუ ჩვენ გვაქვს მენტალური პრობლემა, ეს ჩვენი პიროვნული სისუსტეა. გამარჯობა ფრილანსერებო, გიმბრუნდებით მორიგი გადაცემით. დღეს სტუმრად ყავს გუგა სიხარულიძე, რომელიც არის ფსიქიატრი და აქვს თავისი პოდკასტი მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომელსაც აუცილებლად იხილავთ ჩვენს პრეროლებშიც. გამარჯობათ ბატონო გუგა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ასეთ საინტერესო პროექტში მოწვევისთვის. მადლობა პირიქით სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ ქართული საზოგადოებისთვის, ხელშეწყობისთვის, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის გაზრდისთვის, რადგან დღეს და არა მარტო დღევანდელ რეალობაში პრინციპში დიდი ხანია, რაც ქართველებმა გააცნობიერეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა, ზრუნვა მენტალურ ჯანმრთელობაზე, რათა ყოველდღიურობაში ჩვენი ცხოვრების ხარისხი უფრო და უფრო გაუმჯობესდეს. მეც მოხარული ვარ იმით, რომ რაღაცა შევძლებ თქვათ იმ კოჰორტას, რომელსაც ფრილანსერობა ქვია, რომელიც დღეს ძალიან პოპულარული, აქტუალურია. ანუ ვინც არის ძირითადი ალბათ პუბლიკა, მაყურებელი თქვენი და მსმენელი, შევეცდები, რომ რაღაცა მათაც მიაწოდო და იმედია ჩემი რჩევები და ჩემი ინფორმაცია მათთვის სასარგებლო იქნება. ნამდვილად. პირველ რიგში დავიწყოთ იმაზე საუბრით, რომ ფრილანსერობა არის ცხოვრების წესი, რასაც ირჩევენ ხოლმე, როდესაც სურთ განმარტოვებით მუშაობა ხშირ შემთხვევაში სახლიდან, რომელიც შემდგომში უკვე გარკვეულ სტრესებთან და პრობლემებთან ასოცირდება. ფრილანსერობა გულისხმობს, რომ ხარ სრულიად დისტანცირებული ხშირ შემთხვევაში შენი კოლეგებისგან, მუშაობ ხშირ შემთხვევაში ასევე სახლიდან, სადაც სოციალიზაციის ნაკლებობაა. რას იწვევს შემდგომში ეს და რაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? კი, ალბათ ეს ზოგა ფრილანსერობა ალბათ სიახლე ალბათ ბოლო 10-20 წლის და განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა ეს კიდევ უფრო აქტუალური და პოპულარული და რა თქმა უნდა საკმაოდ განსხვავებული ცხოვრების წესია, თან ჩვენ როდესაც პროფესიული კარიერის წრეში განვიხილავთ და თავის სპეციფიკა აქვს, რომელიც ეხება, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ ასპექტებს, სტრესის ასპექტებს, ჩვენი ცხოვრების წესს და რაღაცა ამ გარკვეულ გამოწვევებს, რომელიც ფსიქიკურ სტაბილურობასთან შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს ალბათ გარკვეულწილად რაღაცაით რისკიანი ნაბიჯია. ფრილანსერობა საკმაოდ, იმიტომ რომ რაღაცა მუდმივად განახლების, თვითმოძიების და რაღაცა ბევრ დამკვეთთან ან დამსაქმებელთან რაღაცა ურთიერთობის ის არის, რომელიც არ არის ალბათ ადვილი, ასე ვთქვათ, დასამენეჯმენტებლად მართვისთვის და იმის გამო, რომ ბევრჯერ რაღაცა სტაბილურობის მომენტი ირღვევა, იცვლება, ალბათ ესეც შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ როგორც გარკვეული სტრეს ფაქტორი. მეორე მომენტი, რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ, ეს არის ალბათ გარკვეულწილად მაინც აი სამსახურში მისვლას, რაღაცა იქ სოციალური გარემო, ასე შემდეგ, იმას აქვს თავისი მინუსებიც, თავისი პლუსებიც და უფრო ფრილანსერობის შემთხვევაში, როდესაც ძირითადად სახლის პირობებში გვიწევს მუშაობა, გარკვეულწილად ცოტა სოციალური იზოლაციის ნიშნებს და რისკებს შეიცავს, რომელიც თავისი სპეციფიკა აქვს და ალბათ მასაც ჭირდება რაღაცა მერე არჩევები და დაკომპენსირება იმისთვის, რომ ეს რაღაცა მერე მატრამირებელი არ გახდეს გარკვეულწილად ასეთი ტიპის ჩვენი ცხოვრების წესი. დიახ. ამ შემთხვევაში გამოსავლად არსებობს ხოლმე coworking-ები, სადაც მაინც შეუძლიათ, რომ გარკვეული კუთხით მოახდინონ კომუნიკაცია სხვა პიროვნებებთან, თუნდაც მიუხედავად იმისა, იკვეთებიან თუ არა სამუშაო კუთხით, ანუ არიან თუ არა უშუალო კოლეგები და ქონდა კიდევაც ჩვენ ერთი გადაცემა, სადაც მსგავსი საკითხები მიმოვიხილეთ. თქვენ ახსენეთ არასტაბილურობა, რომელიც მართლა არის გამოწვევა ფრილანსერებისთვის. ხშირ შემთხვევაში მართლაც უწევთ ურთიერთობა არაერთ დამკვეთთან იმისთვის, რომ დაამტკიცონ მათი შესაძლებლობები, მიიღონ კონტრაქტი. არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ფრილანსერები
მკვლევარები მუშაობენ ძალიან ცოტას, არის ხოლმე პირიქით იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ, იმიტომ რომ შემდგომში შეიძლება ეს შემოსავალი ვერ მოიპოვონ, მუშაობდნენ გადატვირთულად, ისე რომ მათ არ აქვთ ძილი, რაც მერე აისახება მათ მენტალურ მდგომარეობაზე. თქვენ ამ საკითხზე გაქვთ საკმაოდ საინტერესო გადაცემაც და მინდა რომ ამ საკითხს დაუთმოთ ახლა დრო. კი, რაც შეეხება ძილის საკითხს, იგი თქვენი ბოლოდან რომ დავიწყოთ, ძილს შეეხეთ და ზოგადად ძილი ალბათ შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო მენტალურ ჯანმრთელობაში, არამედ ზოგადად ჯანმრთელობაში ერთ-ერთი კი არა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა არჩება ხოლმე, იმიტომ რომ ყველაფერს ზოგჯერ ძილის ხარჯზე ვაკეთებთ, ანუ არა მარტო საქმეს, გართობას და ასე შემდეგ და ყოველთვის ზარალდება ძილი. ძილზე არის ესეთი საკითხი, პირველ რიგში ეს არის ანუ რეჟიმი, ანუ ჩვენ ალბათ ხშირად ყოველს გაგვიგია, რომ იცი რა ხამე მუშაობ, მე ხამე მუშაობა მიყვარს და დღეს შემიძლია ვიძინო და არის ხოლმე ესეთი მოსაზრება, რა მნიშვნელობა აქვს, როდის მეძინება, თუ მე პირობითად 8 საათი ან 9 საათი მძინავს. აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ძილი არ არის მარტივი ფიზიოლოგიური აქტი, რომ ჩვენ არ ღვიძავს და გვძინავს, არამედ ჩვენი ძილი მთლიანად დაკავშირებულია, ანუ დღეღამესთან, ანუ სინათლე არის თუ არ არის, იმიტომ რომ მაშინ როდესაც სინათლე არ არის, გამომუშავდება მელატონინი და მხოლოდ მელატონინ გამომუშავებულს ფონზე წარმოქმნილ ძილს აქვს უნარი, რომ თავის ფუნქციას სრულფასოვნად შეასრულოს. იცით რა მაინტერესებს? ამ შემთხვევაში ბევრისგან გამიგია, რომ რადგან უწევთ დღისით ძილი, არჩევენ ხოლმე ჩაბნელებულ გარემოს, ბევრ თვალზე უკეთია სპეციალური სახვევი იმისთვის, რომ ძილი სრულყოფილი ჰქონდეს, რადგან დღის სინათლეზე ეს ყველაფერი ფიზიკურად შეუძლებელია. რამდენად ანაცვლებს ეს რეალურად? ნაწილობრივ ანაცვლებს, იმიტომ რომ ის თვალზე როცა თვალზე ჩვენ ვიკეთებთ, კი რაღაც გარკვეულწილად ეს შეღავათი არის, იმიტომ რომ არ შევიდეს ჩვენ მე მასე მძინავს ღამეც სხვა ცივი და კარგია ეს, მაგრამ ეს ხო ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ჩვენ თვალზე დავიფარებთ რაღაცას უშუალო ძილის წინ. ძილის დროს, ხო? ჩვენ ხო 2 საათით ადრე ვერ დავიფარებთ. და ამ დროს მელატონინმა გამომუშავება უნდა დაიწყოს 2 საათით ადრე. ანუ ის ერთიანად უცბად წუთებში არ გამომუშავდება, ანუ ორგანიზმი ნელ-ნელა ემზადება ძილისთვის. და ის კი არა, თქვათ დღევანდელი განათების და განსაკუთრებით ეს თეთრი ნათება მოქმედებს ძალიან და იმიტომ არის რეკომენდებული და ბევრი გაჯეტები გადავიდნენ უკვე ყვითელ ნათებაზე, იმიტომ რომ თეთრი ნათება არის პირველი მტერი მელატონინის გამომუშავების. და ამიტომ ითვლება, რომ არა მარტო ის, რომ ღამედროულად უნდა დავიძინოთ, არამედ თეთრი ნათება რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს მინიმუმ ძილამდე 2 საათით ადრე. რომ ამანაც ხელოვნურად არ შეაჩეროს ძილამდე უკვე მანამდე მელატონინის გამომუშავება, იმიტომ რომ ის ერთიანად 5 წუთში საკმარისი რაოდენობით ვერ გამომუშავდება. ამიტომ სრულფასოვნად, თქვათ, რაც არ უნდა ჩაბნელებული ოთახი იყოს, რაც არ უნდა ჩვენ თვალზე ასახვევი გამოვიყენოთ, რომელიც თქვათ ჩვენ თვალში შიგნით ცხიმს არ შეუშვებს, ანუ ბოლომდე მაინც ვერ ჩაანაცვლებს. გაჯეტები, კი ბატონო, უმრავლესობა იყენებს დღეს ყვითელ ნათებას, მით უმეტეს თანამედროვე ტექნიკა, მაგრამ მაინც არ არის სასურველი. მაგრამ ფრილანსერების შემთხვევაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ლეპტოპი დაიხურება, სამუშაო მორჩება და ამის მერე იწყებენ ისინი სამუშაო პროცესიდანვე დასრულებისთანავე იწყებენ ისინი უკვე ძილისთვის მზადებას. ხო. ამიტომ ეგ რეალურად ანუ არ არის ძილისთვის სწორად არ ემზადება ორგანიზმი, უბრალოდ იმის გამო, რომ ძალიან გადავიღალ და ძალიან მოგვერია ძილი, უბრალოდ მექანიკურად გავა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ძილი, მაგრამ ეს არ არის ის სრულფასოვანი ძილი, რომელიც იდეალურ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ჩვენ თავს ან უსურვოთ და რომ აი კიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა არის ძილის ფუნქცია? აი რა არის ძილის ფუნქცია? ორგანიზმის აღდგენა და დასვენება. და დასვენება, ხო? ეს არ არის ესე რაღაც კლასიკურად პირდაპირ დასვენება, რომ ჩვენ ძილის დროს თქვა ჩვენი თავის ტვინი, ასე ვთქვათ, მოსვენებულ მდგომარეობაშია. პირიქით ძილს აქვს თავისი ფაზები, რაღაც ზედაპირული ხრმა ძილის ფაზა, სწრაფი ძილის ფაზა, ეგრეთ წოდებული რემ ფაზა და იქ მაგალითად რემ ფაზაში ტვინი პირიქით ზეაქტიურია და იმაზე მეტად აქტიურია, ვიდრე თქვა ჩვენ ღვიძლის მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ძილი ამ ფაზებს გადის, იმიტომ
რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, ანუ გადაიტვირთოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ტვინი, ასე ვთქვათ, რესეთი მოხდეს, რომ მეორე დღეს, წინა დღეს დაგროვილი რაღაცა ნეგატივი გარკვეულწილად მაქსიმალურად განულდეს. ამიტომ ჩვენ შეიძლება გვეძინოს იმაზე მეტი დროც კი, ვიდრე ჩვენ გონია ან ზოგადად მიჩნეულია რომ არის სასურველი ძილისთვის, მაგრამ ხარისხობრივად არ ვარკოდეს ეს უნდა მეკითხა ზუსტად. ხო, ანუ რაღაცა ამდენი საათი რაღაცის კეთება, ანუ ძილი არ ნიშნავს იმას, რომ რადგან თქვათ არა 7 საათი, არამედ 9 საათი გვეძინა, ჩვენმა ტვინმა უკეთესად დაიძვენა. ზოგს 5 საათიც ყოფნის ძილი, როგორც ამბობენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ბევრი ფრილანსერი, ვისთანაც ჰქონია კომუნიკაცია და ვინც ღამით მუშაობს, ყველა ამბობს, რომ 5 საათი მათთვის სრულიად საკმარისია. კი, მინდა გითხრათ, რომ აი ადრე, თქვათ, ბევრი წლის წინ, მაშინ როდესაც თქვათ პირობითად სტუდენტი ვიყავი, მიიჩნეოდა, რომ 8 საათი ძილი აუცილებელი იყო. დღეს ასე არ არის, ანუ 6 საათიდან 8 საათამდე პირიქით ნორმა. ანუ უმეტესობა პოპულაციის ადამიანებისთვის აი ამ დიაპაზონში არის ნორმალური ძილი. თუმცა რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდნენ გამონაკლისი ადამიანები, რომლებისთვისაც 5 საათი ძილიც სრულიად დამაკმაყოფილებელი იყოს. თავარია იყოს ხარისხიანი და თავარი ნაკლები იყოს ხარისხიანი და თავარი არა, შფოთით არა. ყურეთ, თავარი მარკერი ძილის ხარისხის, ანუ როგორ გვეძინა, არის ის თუ როგორ გავიღვიძებთ. ანუ რამდენად დასვენებულობის შეგრძნებით გავიღვიძებთ, რამდენად სწრაფად ვხიზდებით და აღარ გვაქვს კიდე სურვილი მაგალითად ძილის გაგრძელების, ან მაგალითად არ ვართ მოდუნებული შრომის უნარო, ხო? აი გავიღვიძებთ თუ არა, რაც უფრო მოკლე დროში, ან მაშინვე ჩვენ თავს გვგრძნობთ დასვენებულად და ენერგიულად, ეს არის პირდაპირ განსაზღვრელი იმის, რამდენად ხარისხიანად გვეძინა. ისინი, ვინც სამუშაო დღეს მომენტალურად იწყებენ გაღვიძებისთანავე და ისევ დაძინებამდე აგრძელებენ ხოლმე სამუშაო დღეს, მათ სამომავლოდ რა შეიძლება რომ ვურჩიოთ? იცით რა, ანუ თუ ადამიანმა გამოიღვიძა და თუნდაც 5 საათი ან 6 საათი ძინავს და იღვიძებს გამოძინებულობის შეგრძნებით სრულიად შრომის უნარიანობა აღდგებული, ჩავთვალოთ, რომ ეს იდეალური ძილია. იმ შუა პერიოდში ჩვენ რამდენს ვიმუშავეთ, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჩვენ ახლა ყველაფერს განვიხილავთ ძილის კონტექსტში. და რაც შეეხება დღის განმავლობაში გადატვირთულობას, ან კვირის განმავლობაში ჩვენ 7 დღე მუშაობთ, თუ გვაქვს საშუალება, რომ მაგალითად 1 დღე ან 2 დღე ანუ დავისვენოთ და ასე შემდეგ, ეს უკვე სხვა საკითხია, რომელიც ეგრეთ წოდებული ბერნაუთი, ანუ გადაწვის ფენომენთან არის კავშირში, რომელიც შეიძლება იდეალური იყოს ძილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ანუ ბერნაუთი დადგეს. თუმცა აი ამ ბერნაუთთან მიმართებაშიც არის ძილი გადამწყვეტი ფაქტორი, იმიტომ რომ თუ ჩვენი ტვინი ყოველ დღე ამ დაგროვილ დაღლილობას ბჭყალებში ანეიტრალებს, ის რომ გარკვეულ პერიოდში კუმულაციურად დაგროვდეს ეს ნეგატივი, გაცილებით ნაკლები შანსია, ხო? ვიდრე უხარისხო ძილის შემთხვევაში, როდესაც წინა დღის ნეგატივს კი არ გაანეიტრალებს 0-მდე, არამედ მაგალითად დაგვიტოვებს 20%-ს. მერე შემდგომ დღეს კიდე 20%-ს. ამიტომ შანსი იმის, რომ მოხდეს ეგრეთ წოდებული გადაწვის ფენომენი, გაცილებით უფრო მაღალია და უფრო მოკლე დროშია მოსალოდნელი, ვიდრე იგივე დატვირთვის შემთხვევაში, ცუდი ძილის შემთხვევა, როდესაც ცუდი ძილია, ანუ ძილი ცოტა დარღვეულია. გასაგებია. მე ესეთი რამ მაინტერესებს ასევე. დღეს საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით ძალიან მიხარია, რომ ასე თუ ისე დამოკიდებულება შეცვლილია. მაგრამ მეორეს მხრივ, რამდენად ეწყობა ხელი თუნდაც სადაზღვეობის მიმართულებით ამ დაფინანსებებს მაგალითად, რომ პაციენტებმა შეძლონ მომსახურების სრულყოფილი მიღება არა მარტო ფსიქიატრთან ვიზიტის შემთხვევაში, ფსიქოკონსულტაციებზე და ასე შემდეგ, რამდენად დაგვაკვალიანებთ. ხო, საინტერესო და აქტუალური საკითხია, სხვა შორის, ანუ სამწუხაროდ სადაზღვეო სექტორში, ისევე როგორც მედიცინის გარკვეული დარგები, ანუ ძირითადად არის ხოლმე გამონაკლისების სახით, როდესაც ანუ კერძო სადაზღვეო კომპანიები ან თავს იკავებენ ხოლმე ანუ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსებისგან, ან მათი დაფინანსება ძალიან შეზღუდულია, მაგალითად რაოდენობრივად. პირობითად მაგალითად რამდენიმე ფსიქოთერაპიული სეანსი, რომელიც
აბსურდია, იმიტომ რომ ხა სამ ფსიქოთერაპევტ სეანსში ფსიქოთერაპია ვერ დამთავრდება, ხო ესეა? კი. ან თქვათ რაღაცა ექიმთან ან ამ შემთხვევაში ფსიქიატრთან ნაწილში შეიძლება თქვათ კონსულტაციის ნაწილი იყოს ანაზღაურებული წამლების არა ამ პირიქით. ანუ კი, მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში არ ანაზღაურდება. დიახ, მაგრამ ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა და ჩვენი სადაზღვევო სისტემის. ზოგადად საკმაოდ დეფიციტური პროფესია მაგალითად ნებისმიერ ქვეყანაში და ზოგადად მედიცინა, ხელმისაწვდომობა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ძალიან განვითარებულ ქვეყანაში საკმაოდ არახელმისაწვდომია და იმის გამო რომ ფსიქიატრების საკმაოდ დიდი დეფიციტია, მათ შორის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, მე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ამცირებს, ამიტომ ბევრ ქვეყანაში თვეებით არის საჭირო რიგი იმისათვის, რომ იგივე ამ სადაზღვევო თქვათ მიმართვის საფუძველზე ფსიქიატრთან მოხვდე. გასაგებია. თუმცა ფაქტი იმისა, რომ საჭიროება ნელ-ნელა გაზრდილია, მიგვითითებს იმაზე, რომ რაღაც გადამწყვეტი არის გასაკეთებელი ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის კომპანიების მხრიდან. საჭიროება გაზრდილი არის არა იმიტომ, რომ თქვათ შემთხვევები გაიზარდა, ან ხშირად ესე ინტერპრეტირდება ხოლმე, რომ აი რაღაც ცხოვრების წესმა რაღაცა შეცვალა, გაზარდა მენტალური პრობლემების სიხშირე. დიჯიტალიზაციამ არ იმოქმედა ამ ყველაფერზე. არა. უყურეთ, პრაქტიკულად სტატისტიკა არ იცვლება, იმიტომ რომ სტრესი არის ძალიან პირობითი, ინდივიდუალური და ფარდობითი, თქვათ ადამიანს, თქვათ ფინანსური ღრმა ფინანსური კრიზისი ისადარდებს, მეორე ადამიანს შეიძლება ფინანსური პრობლემა არ ქონდეს, ძალიან შეძლებულ იყოს, მაგრამ მისთვის სტრესი სხვა რაღაც იყოს. მაგალითად ის რომ ყავს რაღაცა ერთი მოდელის კარგი მანქანა და არა მეორეს. ანუ ითვლება, რომ სტატისტიკა მკვეთრად განსხვავებული არ არის. აქ ძირითადად რის გამოც მომართვიანობა გაიზარდა და მოთხოვნა გაიზარდა, ეს უკავშირდება ინფორმირებულობას და დესტიგმატიზაციას. ანუ ადამიანები უფრო მეტად ინფორმირებულები არიან მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემებზე, შესაბამისად, მათ უფრო უადვილდებათ, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმართოს შესაბამის სპეციალისტს. და სხვა შორის ამ მხრივ საქართველოში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და შეიძლება რაღაცა პირობითად ევროპის ქვეყნები რო ვიყოთ, ლიდერიც კი ვიყოთ, იმიტომ რომ საკმაოდ მკვეთრად არის ბოლო წლებში განსაკუთრებით შემცირებული სტიგმა და მომართვიანობა, ანუ ძალიან გაზრდილია ზუსტად ამ მაღალი ინფორმირებულობის და სტიგმის შემცირების ფონზე და აი თქვენი გადაცემაც ახლა ამას ემსახურება, ხო, ჩვენ რომ ადამიანებს ვაძლევთ სწორ ინფორმაციას, ეს როგორც აღარ აღნიშნე, მათ უადვილებს, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება მიიღონ ასევე არა მარტო სწორი, არამედ უფრო ადვილად მიიღონ. კი, ხმამაღლა ბევრმაც დაიწყო ამ ყველაფერზე საუბარი, მათ ვისაც აწუხებს მსგავსი ფსიქოლოგიური პრობლემები. დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ ფრილანსერების საკითხს, როდესაც ვახსენეთ ეს არასტაბილურობის შიში, რაც მერე უკვე შფოთვით აშლილობებს იწვევს ხოლმე. როგორ განსაზღვროთ საჭიროება ფსიქიატრს უნდა მიმართოთ თუ ფსიქოთერაპია ჩვენთვის გამოსავალი? ხო, რაც შეეხება ანუ არასტაბილურობა ნებისმიერ ფორმით, ანუ ნებისმიერ სოციალურ კონტექსტში ყოველთვის არის ანუ სტრეს ფაქტორი. ეს მარტო თქვათ სამსახურებრივ და კარიერულ ან ფინანსურ ნაწილს არ უკავშირდება პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული ნებისმიერ საკითხში არასტაბილურობა არის ძლიერი სტრესი და სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ აი კონკრეტულად ამ სიტუაციაში, ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრეს ფაქტორი. რაც შეეხება ანუ ვის მიმართოთ, ჯერ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, როდის დავმიმართოთ. იმიტომ რომ ძალიან არასწორია რაღაცა პრობლემების ჩარჩოებში მოქცევა. გესმით? ანუ ჩვენ ექიმები და სპეციალისტები ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ ის რაღაცა ჩარჩოში მოვაქციოთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა სისტემატიზაცია ვერ მოხდება და რაღაც სისტემას ვერ მართავთ, ხო? მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც რაღაცა აწუხებს და იღებს გადაწყვეტილებას ამისათვის სპეციალისტს მიმართოს თუ არა, სულაც არ არის საჭირო დიაგნოზის ქონა ან არ ქონა პირიქით. ანუ ადამიანმა ზოგადად მედიცინა ემსახურება ორ საკითხს. ერთი არის ანუ ჩვენი სიცოცხლის საკითხი, ანუ ჩვენ რომ მედიცინამ დაგვიცვა სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემებისგან, ან გაგვიხანგრძლივოს ეს პრობლემა და მეორე, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესოს, ხო? შეიძლება ჩვენ არ გქონდეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემა, რომელსაც არასდროს არ გადაიზრდება ამ ფორმაში, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მოქმედებდეს, ხო? ამიტომ ტესტში რაღაცა ვნახე, კი, საინტერესოა, მნიშვნელოვანია
და რატომაც რატო არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ალბათ სპეციალისტებაში უნდა მიმართოთ და ზოგადად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის თუ არა პრობლემა, როდესაც ეს კონკრეტული რაღაცა მენტალური ფენომენი, მოდი ასე ვთქვათ, პრობლემაც არ დავარქვათ, ჩვენ ხელს გვიშლის. გვიშლის რაღაც ემოციურ სტაბილურობაში, გვიშლის გადაწყვეტილების მიღებაში, ხელს გვიშლის შრომის უნარიანობაში, მოტივაციაში, გუნებგანწყობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ ჩვენ თვლით, რომ ეს ხელს გვიშლის, მათში რატომაც არა, რატო არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი რომ მოვაგვაროთ, ხო? ანუ რეალურად ჩვენ ადამიანები, როგორც გონიერი არსებები და საკმაოდ პლასტიური ფსიქიკის მქონე არსებები, რას ვაკეთებთ? ანუ მუდმივად რაღაცა პრობლემებს ვაწყდებით და ვცდილობთ ამ პრობლემების დაძლევას, ხო? ანუ ჩვენი ტვინი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ მოვნახოთ გზები როგორ დავძლიოთ და ესეც ხოა პრობლემა. როცა რაღაცა მენტალურმა დისკომფორტმა გამოიწვია რაღაც სახის პრობლემა, ჩვენ უნდა ვნახოთ და გამოვნახოთ გზა როგორ მოვაგვაროთ ეს. უბრალოდ, როცა ჩვენ სტიგმაზე ვსაუბრობდით, აქ ჩდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინ რატო უჭირთ ადამიანებს ზოგადად ამ გადაწყვეტილების მიღება. მათაც კი, ვისაც ინფორმირებულები არიან. ზოგადად მედიცინა თვითონ და ჯანმრთელობა არის სტიგმატიზირებული, მახალ სტიგმატიზირებული, ასე ვთქვათ, სივრცეა. სადაც ჩვენ, როგორ ვთქვათ, ახლა შეიძლება პატარა კბილის კარიესეც კი, თქვათ, სტომატოლოგთან მისვლა გაგვიჭირდეს, ხო ესეა? ბევრი ვიცი მასეთი. ხო, ან ასე შემდეგ, თქვათ, კარდიოლოგთან, ასე შემდეგ. მით უმეტეს ეს სტიგმა ამ სხვა სპეციალობებთან შედარებით კიდევ უფრო მაღალია, ანუ როცა საქმე ეხება ფსიქიკას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ნამდვილად, ასაკოვანი ადამიანები კი ძალიან ხშირად გამიგია, რომ როდესაც ვიღაც ახალგაზრდას დაუწუწუნია ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, უთქვამთ, შენ ხო გიჟი არ ხარ, რა გინდა და რაც ძალიან დამაკნინებელია და გულსატკენია. გულსატკენი არ არის, ალბათ გული კი არ უნდა დაგწყოს, უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ მათ აუხსნათ და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. და რატოა უფრო მაღალი? ანუ ზოგადად მედიცინა რატოა? იმიტომ რომ ჩვენ არ გვიყვარს ზოგადად აღიარება, რომ სადღაც რაღაცა პრობლემა გვაქვს. ნებისმიერ საკითხში, მათ შორის ჯანმრთელობის საკითხში. და ფსიქიკის შემთხვევაში ემატება მეორე ნაწილი. ანუ რატომღაც ჩვენ აღვიქვავთ, რომ თუ ჩვენ გვაქვს მენტალური პრობლემა, ეს ჩვენი პიროვნული სისუსტეა, რომელიც არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება. და აი პირობითად თქვათ მე რომ აქვს ცილის დარღვევა, შფოთვა, დეპრესია რა, მე სულაც არ ნიშნავს რომ თქვათ პირობითად უგასხარულიძე არის სუსტი ადამიანი, ხო? ან ნებისმიერი ადამიანი. პირიქით ეს არის ტვინს ისეთი ორგანოა, როგორც ღვიძლი, კუჭი, გული და ასე შემდეგ. იქაც შეიძლება გამოიფიტოს, გადაიღალოს და დაირღვეს გარკვეული ქიმიური პროცესები, უბრალოდ ტვინის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ეს ასახავს პოულს ფსიქიკაზე, ხო? და რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენ პიროვნებას და რეალურად პიროვნული სიძლიერე, ანუ პიროვნების, ხო? სიძლიერე განისაზღვრება პირიქით ჩვენი ბრძოლის უნარიანობით და ჩვენ რამდენად ამ წინააღმდეგობის დაძლევის უნარი, მოტივაცია და სურვილი გვაქვს, ხო ესეა? შესაძლებელია თავდაჯერებულობის გამომუშავება? კი, რა თქმა უნდა. ყველაფრის გამომუშავება და ყველაფრის ტრენირება შეიძლება და დახვეწა და გაუმჯობესება შეიძლება, აბსოლუტურად ყველაფრის, ყველაფერი გავარჯიშებადია. თავარი არის, რა არის სასტარტო წერტილი, საიდან ვიწყებთ და ვიზანი რა არის, სად დავივიდეთ. ამ შემთხვევაში ტრენერის ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანია, თუნდაც პერსონალური ბრენდის განვითარების და კონსულტანტის თუ როგორ ვფიქრობთ, აი ფსიქოლოგიურ დონეზე ფსიქოთერაპევტის დასამუშავებელია ესეთი ადამიანი, რომელსაც შინაგანი შიშები აქვს და არასაკმარისად კარგობის განცდა. ანუ თვითდაჯერებულობის პრობლემაზე საუბრობთ, კი ხო? ბატონო. ხო, თვითდაჯერებულობის პრობლემას ბევრი, ასე ვთქვათ, მიზეზი შეიძლება ქონდეს, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს უბრალოდ ჩვენ ხარაქტეროლოგიურ, ანუ პიროვნულ მახასიათებლებს, ანუ გარკვეულწილად ადამიანი ნაწილობრივ ასეთი მიდრეკილებით იბადებოდეს, თუმცა შესაძლებელია, რომ ცხოვრების სტრესმა, გამოცდილებამ, რაღაცა ბავშვობიდან დაწყებული ადამიანის თვითშეფასებას და თვითდაჯერებულობაზე საკმაოდ ნეგატიური დაღი დაასვას. რაც შეეხება დახმარებას, ტრენერის, კოუჩინგის, ფსიქოთერაპიის და შემდეგ ან თუნდაც ოჯახის წევრის ხარდაჭერის ან მეგობრის დახმარებით, ეს
ბუნებრივია ყოველთვის კარგია, მაგრამ ეს არის რეალურად გზა, რომელიც ბიგითითებს რა როგორ გააკეთა, მაგრამ ეს მაინც ჩვენი გასაკეთებელია, ამას ჭირდება თავისი დრო, ნაბიჯები და აი მე ხშირად უხსნი ხოლმე ვთქვათ ადამიანებს, რომლებიც მოდიან ჩემთან ცენტრში პირადად ჩემთან, რომ მაინც თვითდაჯერებულობის გამტკიცების გზა არ არის მარტო აუტოსუგესტიკა და თვითდაჯერება, რომ მე შემიძლია მაინც ამის გამტკიცების დაადგენის ყველაზე კარგი გზა არის პატარ-პატარა მაგალითების წარმატების შექმნა, რომელიც მერე უფრო მყარ და კარგ შედეგს იძლევა, რომ საბოლოო ჯამში რეალურად და არამოჩვენებით და ძალდატანებით და დროებით აღდგეს ანუ ჩვენი თვითდაჯერებულობა. ბიზნესებთან ურთიერთობაში, როდესაც ვაკეთებთ შეთავაზებებს და ვიღებთ 1 არას, 2 არას, 3 არას და ასე შემდეგ, ანუ როდესაც სამსახურის ძიებაში ვართ, სწორედ ამ დროს ირყევა ხოლმე ხშირ შემთხვევაში ჩვენი თვითდაჯერებულობა და მერე მოქმედებს ეს ჩვენს გუნება-განწყობილებაზე, სამომავლოდ სამუშაო ხარისხზე, შფოთვები აქედან ჩდება, ხშირ შემთხვევაში უძილობა აქედან ჩდება და საბოლოოდ ერთი მეორეს რომ ებვის სრული სურათი, რაც იქმნება ისევ და ისევ ჩვენ გვაზიანებს. ხო, ამიტომ არის გაცნობიერებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და გაცნობიერებულ გადაწყვეტილებაში გულისხმობა ის, როცა მე ვირჩევ ასე ცხოვრების წელს, ან არ ვირჩევ, მაგრამ თქვათ იძულებული ვარ ასე ცხოვრების წესი ავირჩიო, ანუ დავიყო მზად იმისათვის, რომ თქვათ ეს არ იქნება რაღაცა უფრო მეტ შემთხვევაში ერთი სამსახური ხანგრძლივი რამოდენიმე წლიანებით, არამედ თქვათ წელიწადში შეიძლება ბევრჯერ ან 10ჯერ ან 5ჯერ არ ვიცი, მომიწიოს რაღაცა სხვადასხვა ესე შრომითი სახელშეკრულება ურთიერთობები. რაც ბუნებრივია სტრესის რაოდენობას ზრდის, მაგრამ თუ ჩვენ წინასწარ ამას გავაცნობიერებთ, ზოგადად სტრესის მართვაზე ჩვენ რო საუბრობთ, არის ერთადერთი გზა ეს თავი ხელში აიყვანე ან მოქმედებს კონტრპროდუქტიულია. ეს არის ყველაფრის რაციონალიზაცია. ანუ თუ ჩვენ რაღაცა ფაქტს მოუძებნით ლოგიკურ ახსნას და მექანიზმს ვიპოვით რა რატო ხდება, ეს ფაქტი ყოველთვის უფრო ნაკლებად მატრამირებელი იქნება ჩვენთვის. ხო? ამიტომ ჩვენ თუ წინასწარ გავიაზრებთ იმას, რომ ასე ცხოვრების წესის არსების გამო ეს ასე ხდება და ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ჩვენ უარი გითხრა რაღაცა სამუშაოს შესრულებაზე, ეს იმას კი ანიშნავს, რომ მე ვარ ცუდი, არამედ შეიძლება დამკვეთს ქონდა, თქვათ, ზედმეტად არაადეკვატური ან ძალიან ისეთი მოთხოვნები, რომლის საჭიროება არ იყო და რომლის მოლოდინი არ მქონდა. აი ამის რაციონალიზაციას თუ გავაკეთებთ, შესაბამისად ის უარიც ნაკლებად ტრამული იქნება. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხისთვის. ნამდვილად საჭიროა და აუცილებელი ფრილანსერებისთვის. სტრესთან დაკავშირებით, მე პირადად რა პრობლემა მაქვს გეტყვით. და ხშირ შემთხვევაში ვიღებ კრიტიკას გარშემომყოფებისგან, ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან. ყოველი ახალი წარმატების მიღწევის შემდეგ ეს წარმატება დიდხანს არ მყოფნის. ახალ საფეხურზე გადასვლა მჭირდება, ახალი წარმატება მჭირდება იმისთვის, რომ ჩემი შინაგანი ეგო დავარქვათ, მიზანი დავიკმაყოფილო, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოვდივარ ესე, რომ კიდევ მეც უნდა მივახციო, საუკეთესო უნდა ვიყო, კარგი უნდა ვიყო და ასე შემდეგ. და ასეთი მარტო მე არ ვარ, რა თქმა უნდა, სხვაებიც არიან. ეს სტრეს ფაქტორები, რაც იქმნება, მე და თქვენ რომ საუბრობდით, არის გზა, რომელიც ერთის მხრივ მაზიანებს მე, მეორეს მხრივ ეს გზა არის ის გზა, რაც საბოლოო ჯამში უფრო მეტ мотивაციას მატებს და მეც მასწავლის. ყურეთ რა არის ამას მაქსიმალის პერფექციონის ორი მხარე აქვს. ხო ესეა? ანუ მას აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე, რაც განაპირობებს ჩვენ მაღალ мотивაციას, ჩვენ მიზან დასახულობას, თქვათ, ჩვენ საქმისადმი კეთილ სინდისიერებას, რაღაცებს ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგად, ასე ვთქვათ, პატიოსნად შევასრულოთ, მაგრამ რაღაცის ფასად. რის ფასად? ანუ პერფექციონიზმს მოძდევს მუდმივად ნერვულობა და დაძაბულობა, იმიტომ რომ სანამ 100%-ზე არ გადავახსენებთ დაკისრებულ, თქვათ, რაღაცა მოვალეობას, მანამდე ვერ მოვისვენებთ, ან შეიძლება 100% გავაკეთოთ და კიდე რაღაც ფიქრობდეთ, რომ 1% ხო არ დარჩა. ეს რაღაცის ფასად და ბუნებრივია, აი თქვენ რაც ახსენეთ, რომ ერთს რო გავაკეთებ, თქვათ, იმისგან სიამოვნება დიდი ხანს არ მომყვება, იმიტომ რომ ტვინი მეორე წუთას ირთვება, იმიტომ რომ ვიწყებ ახალი ძიების
ახალის ძიებას, რომელზეც კიდე მე ბევრს მინერვულებ, მაგრამ რაღაცას კარგად გავაკეთებ და რაღაც ციკლია. და ეს არის ასეთი ხასიათის ადამიანი, ანუ მაქსიმალისტი, პერფექციონისტი, ცოტა ოვერსინქერიც ალბათ, რომელიც მუდმივად ესე რაღაცა ერთხელ რაღაცა გააკეთა და მთელი ცხოვრება მე ამით დატკბეს, არ მიეკუთვნება ასეთ კატეგორიას. ნამდვილად და ასეთი ადამიანების ცვლილება არ ხდება. არა, ეს არის პიროვნული მახასიათებლები, ჩვენ რო განსაზღვროთ, ეხლა წეგან ჩვენ საუბრობდით, ანუ მენტალურ პრობლემებზე, ანუ პრობლემებზე, თქვათ, შფოთვა, დეპრესია შენ. ეხლა ჩვენ რაზეც საუბრობთ, ანუ ის არის ასე თქვათ, აშლილობები, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც ამ სიტყვამ არ შეგვაშინას რა. ხო, ეს ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის უკვე პიროვნული მახასიათებლები, ну ხასიათს რო ეძახით ჩვენ, ანუ პიროვნული მახასიათებლები უფრო იცით როგორია, უფრო რაღაც თანდაყოლია, რაღაცა ვიბადებით რა, ასეთი თქვათ, რაღაცა მაქსიმალისტი თქვათ, ვიღაცა თქვათ, ცოტა ეჭვიანი, ვიღაცა თქვათ, ცოტა ისტერიული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის პიროვნული მახასიათებლები, რომელიც საკმაოდ მდგრადი კონსტრუქციებია და როგორც წესი ცვლილებას არ ექვემდებარება. ანუ ერთი ასეთი პიროვნული მახასიათებლებით ადამიანი მეორეში ვერ გადავა. გაიგეთ. თუმცა ხო, ვერ შევიცვლები. ხო, არ შეიძლება ადამიანი, ამიტომ სხვისი მხრიდან ზეწოლა, რატო ხარ ასეთი კონტრპროდუქტიულია და საკმაოდ სტრესული ადამიანისთვის. ძალიან სტრესულია. კი, ანუ ძალიან სტრესულია, იმიტომ რომ არ იყო კმაყოფილი იმით, რასაც მიაღწია, ესეც სტრესულია. იმიტომ რომ შენ ხომ ამას მიაღწია, შენ ეს დაიმსახურე, ამისთვის ძალიან ბევრი იმუშავე და რა თქმა უნდა დატკბე ამ ყველაფრით, მაგრამ იმის თქმა, რომ შენ ამის იქით უნდა გაჩერდე და აღარ უნდა გააგრძელო, რაღაც barriers ქმნის, თითქოს ვიღაცამ კედელს შუას ცადა შენი მომწყვევა და რაღაც კლაუსტროფობიის შეტევაც კი შეიძლება დაგემართოს ამ დროს ადამიანს, რაც მე მომსვლია მე მაგალითად და თორე ის არის ასეთი ადამიანის ცხოვრების წესი. კი. და პირიქით თუ ადამიანი არის ასეთი პიროვნული მახასიათებლებით და შესაბამისად არ იქცევა, ხო, ესე იგი პირიქით ის არის უკვე რაღაც პრობლემა, რაღაცა მნიშვნელოვანი მოხდა, რამაც მისი ჩვეული რაღაცა შეცვალა, ან შეაჩერა, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო მაღალი мотивაციით, უსიახლეების ძიებაში, გამოწვევების, რაღაცის აზარტი ქონდა, რაღაცის კეთების, ზოგჯერ მიუწვდომელის და უცბად აღმოაჩინეთ, რომ ერთი წელი თქვა და 6 თვე არაფერი არ დაინტერესოს, ეს უკვე პირიქით შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაც დეპრესიის ნიშანია, ხო ისეა? კი, ნამდვილად. მოდი ერთ საკითხსაც ვისაუბროთ, რადგან გვაქვს ესეთი შეხვედრა. ფრილანსერი დედები. ავიღოთ თემა. დედები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ეს მათი ცხოვრების წესია იმ მხრივ, რომ უნდა სახლიდან მუშაობა, მეორე კუთხით ჩდება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სამუშაო ბავშვი, რასაც საკმაოდ დიდ დროს უთმობენ და პრინციპში კომფორტულიც არის, როდესაც შეგიძლია შენ საყვარელ ადამიანთან თან დრო გაატარო, თან იმუშაო და ასე შემდეგ, მაგრამ ბერნაუთი დგება. რა თქმა უნდა, უძილობა ვახსენეთ რამ ხელა პრობლემებს იწვევს და ამ დროს ჯერ კიდევ პოსტსამშობიარო დეპრესია არის გამოყოლილი. რა შეიძლება ვურჩიოთ ამ დედებს იმისთვის, რომ მათი ცხოვრების ხარისხი მენტალური მდგომარეობის კუთხით ცოტა გაუმჯობესონ და ძალიან ბევრია ხოლმე რომლებიც ვერ ხედავენ გვირაბის ბოლოს სინათლეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრებაში ახალი ადამიანი გაჩნდა, ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ, არ ვიცი, შვილი არის უდიდესი ბედნიერება, მე როგორც დედა ვამბობ ამას, მაინც შეიძლება იყვნენ ძალიან ღრმა დეპრესიაში და იმის შიში და მეც ყოფილ ვარ, რომ ეხლა მე რომ თქვა ეს, რომ ცუდად ვარ, რომ მიჭირს და დახმარება ვითხოვო. ან შეიძლება ვითხოვ კიდევაც და მეუბნებიან, რომ არ დაიღალე, სულ წუწუნებ, სულ ცუდად ხარ, სულ ნეგატივს ასხივებ და ასე შემდეგ. ეს ხომ ყველაფერი არის აი ამ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამოყოლილი და რა შეიძლება ვურჩიოთ ასეთ დედებს და რა შეიძლება ვურჩიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ დედებში თავის მეგობრებს, ოჯახის წევრებს ხედავენ, იმიტომ რომ მათი მხარდაჭერა მე ვფიქრობ, ან დანახვა მაინც, რას გადიან ეს ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ზოგადად რჩევები მაინც უფრო ინდივიდუალურია ხოლმე და რაღაცა ესე განზოგადებული რჩევები უნივერსალურად ყველა შემთხვევაში არ მუშაობს, მაგრამ არის რაღაცა რაც
ან ჯერ ის უნდა ვთქვათ, ანუ რამდენად იძულებითი ან არჩევანი გააკეთა ადამიანმა რომ ასე იყოს, ხო, უბრალოდ ვთქვათ შეიძლება იმიტომ უწევდეს სახელი და მუშაობა, რომ უბრალოდ მაგალითად იგივე პატარა ყავს და თქვა დამტოვებელი ან ძიძა არ ყავს, ან ამის საშუალება არ აქვს. ეს სხვა შემთხვევა, ან მეორე ადამიანმა პირიქით გააკეთა არჩევანი, იმიტომ რომ უნდა რომ თქვათ მიუხედავად სამუშაო პროცესისა, მაინც მთელი დღე შულთან იყოს. ალბათ ამ ორ შემთხვევაში რაღაცა გარკვეული განსხვავებები იქნება, ხო? ანუ ადამიანის სტრესის დონეზე. მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა და მეც გეთანხმებით ბუნებრივია მეც სამი შვილის მამა ვარ და შვილი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ხო? ადამიანის ფსიქიკა მაინც არის განკუთვნილი იმისთვის მრავალფეროვნებისთვის, ან ჩვენ სოციალური არსებები ვართ პირველ რიგში, ამიტომ ადამიანისთვის მრავალფეროვნება და რაღაცების შეცვლა არის ყველაზე კარგი, ანუ სტრესისგან დამცავი. ანუ ჩვენ ყველაზე კარგად ჩვენთვის ძვირფას ადამიანთან ან ძვირფას გარემოში ან ძვირფას სამსახურში ან თუ ერთი და იგივე პერმანენტულად ხდება, ეს არის სტრესული. ამიტომ იგივე თქვათ ფრილანსერი დედები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში თქვათ არიან სახლში, სამუშაო პროცესში და თქვათ ოჯახთან და შვილთან ასე შემთხვევაში, ალბათ რეკომენდაცია რაც უნივერსალური იქნება და ყველა ადამიანს გამოადგება სამუშაო თავისუფალ დროს, ანუ და მისცენ საშუალება იმისათვის, რომ სოციალური მრავალფეროვნება გქონათ. ანუ ამ ორი სივრცის და ამ ორი ფაქტორის სიბრტყის გარდა კიდე ანუ განიაონ ასე ვთქვათ თავისი ფსიქიკა და ეს არის რეალურად ალბათ ალტერნატივა სწორი და უნივერსალური რჩევა, რომელიც შეიძლება ყველა ასეთ ადამიანს მიცეთ. მათ გარემოცვას? მათ გარემოცვას აი ამ სოციალურ მრავალფეროვნებაში ხელშეწყობა. და ცოტა ხანი აიტანეთ მათი წუწუნი. ხო, ნუ წუწუნი სატანა ისევე როგორც არის წუწუნა ძნელი შესასრულებელი, ასევე ძნელი შესასრულებელია აიტანი წუწუნი, ხო ისეა. აი აქაც მუშაობს ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ამბობ, რომ როდესაც ადამიანმა იცის როგორ დაეხმაროს. ხო, ანუ მას კი არ იტყვის, რომ ნუ წუწუნებს უდათ რატო ხარ. არამედ ინფორმაციის ხარჯზე გააკეთებს იმას და მაგალითად ამ სოციალურ მრავალფეროვნებას შეუქმნის რაღაცა გაასეირნებს, სადღაც სწავლენ, რომელიც თქვათ მერე აი რაღაც ამ ერთფეროვნების პრობლემას მოხსნის. აქაც ინფორმაცია, აქაც გააზრება და სწორი გადაწყვეტილება ალბათ არის ყოველთვის ერთადერთი ალტერნატივა და ყოველთვის სწორი გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემით პრინციპში ჩემი სათქმელიც თქვით თქვენ და მეც ჩემებურად ვეცადე რომ ჩემი სათქმელი მეთქვა. და იმედი მაქვს რომ თქვენი რჩევები პატარა გზამკვლევივით გამოადგებათ ფრილანსერებს, ხოლო მათთვისაც დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ რომ დაგვიკომენტაროთ, მოგწეროთ, დაუკავშირდეთ ბატონ გუგას და გააზიაროთ რეალურად ის, რაც თქვენ გაწუხებთ, რათა დაძლიოთ ის პრობლემები და გამოწვევები, რაც დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში გვაქვს. მადლობა ბატონო გუგას სტუმრობისთვის. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. აუცილებლად გამოიწერეთ ბატონი გუგას არხი, უყურეთ, უგულშემატკივრეთ, აუცილებლად იქნება მითითებული ჩვენთან კოფიშიც, აღწერაშიც და YouTube-ზეც. მადლობა დიდი და წარმატებები. ნახვამდის.